პოლონური სიმღერა და კლიპი ბათუმზე ცნობილმა პოლონელმა მომღერალმა ნატალია ლეცმა ბათუმზე სიმღერა ჩაწერა. 60-იან წლებში ამ სიმღერას ჯგუფი ფილიპინკი ასრულებდა ამჯერად გეომუსის ახალი ვერსიასა და ვიდეო რგოლს პოლონელი მაყურებელი ნახავს. ლეცის ბათუმი ნახეთ ნათია ბერძოლის სიუჟეტში. შეყვარებული წყვილის ზაფხული ბათუმში, მოგზაურობა შავი ზღვის სანაპიროზე და ბათუმის ღირსშესანიშნაობები. კლიპი, რომელიც ზღვისპირა ქალაქზე გვიყვება, მალე პოლონეთის არხებზე გამოჩნდება. პოლონეთში ყველასთვის ცნობილმა მომღერალმა ნატალია ლეცმა ფილიპინკების ბათუმის ახალი ვერსია გადაიღო. Very popular in Poland. ეს სიმღერა ძალიან პოპულარული იყო პოლონეთში 60-70-იან წლებში. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ამჯერად თანამედროვე ვერსია გაგვაკეთებინა. თავიდან ჩავწერეთ სიმღერა და ზაფხულში გადავიღეთ არაჩვეულებრივი ვიდეო რგოლი, სადაც ასახულია თუ რამდენად ჩვენიერია ბათუმი დღეს. სიმღერა ბათუმზე 60-იანი წლების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პოლონურმა ქალთა ანსამბლმა 1964 წელს ჩაწერა. მაშინ მუსიკალური ჯგუფი 7 მომღერლის შემადგენლობით საქართველოს ეწვია და ვიდეო რგოლი ღამის ბათუმში გადაიღო. 60-იან წლებში ბათუმის ხედები, ცნობილი კოლონადები და საზღვაო ვокზალი მთელმა პოლონეთმა გაიცნო. ცნობილი სიმღერის ახალი ვერსიით კი საქართველოს და ბათუმის შესახებ უფრო მეტს უკვე თანამედროვე პოლონეთი შეიტყობს. I am probably the biggest fan of Georgia and Poland, so მე საქართველოს დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ასე რომ როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, ყველა ინტერვიუში ყოველთვის საუბრობ საქართველოზე, ბათუმსა და თბილისზე. ფიქრობ, ბათუმი სულ მალე პოლონელებისთვის დასასვენებლად ყველაზე გამორჩეული ადგილი გახდება. კლიპის გადაღებები ზაფხულში მიმდინარეობდა. ვიდეო რგოლის მთავარი გმირი ამბობს, რომ ეს სეზონი ზღვისპირა ქალაქში გამორჩეულია. საქართველოში ამჯერად პოლონელი ჟურნალისტების 12 კაცია ჯგუფთან ერთად უკვე მე-6-ად ჩამოვიდა. ქართული ღვინო და სამზარეულო კულტურა და სამთო-სათხილამურო ტურიზმი. ეს ის თემებია, რომლებიც პოლონური Breakfast TV-ს ობიექტივში მოხვდება. ზე ზღვა, ევროპული გარემო და ზაფხული შავი ზღვის სანაპიროზე. ნატალია ლეცის ბათუმი პოლონურ არხებზე მარტიდან გამოჩნდება.